ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით ჩვენ ატენის ხეობაში, რამოდენიმე სოფელი გვინდა რომ ვნახოთ მაღალმთიან რეგიონში და მივახლოვდით თითქმის სოფელ დრეს, გორის რაიონს ეკუთვნის, ერთი დრე გადაღებული გვაქვს ჩვენ ვერეს ხეობაში, ეს უკვე სხვა დრე არის და ამ სოფლის ზევით კიდე რამოდენიმე სოფელი არის, ის სოფლებიც გვინდა რომ ვნახოთ. გზად მივადექით ერთ ადგილს პატარა ფაცხარი და ქირავდება მე მგონი სახლი. საინტერესო ადგილია და ეს ადგილიც მინდა რომ გაჩვენოთ. ამ გზით ამოვედით. აქ არის ასეთი ფაცხა. შეიძლება ადამიანი გაჩერდეს, მდინარეზე გადასასვლელი პატარა ხიდია. და აი აქ ასეთი სახლია, დენიც არის ეგერ. აი ეს ვერ მივხვდი მე ხა კერძო სახლია და ადამიანი ცხოვრობს თუ დამსვენებლებისთვის სახლი. არა, იქით არის დამსვენებლებისთვის სახლი, რომელიც წერია. აქ აშკარად ცხოვრობს ადამიანი, მშვენიერ ბუნებაში, მთაში, ტყეში, სუფთა ჰაერზე, დენიც არის. გზაც ახლა აქამდე ნორმალურია. ესეც მივადექით ერთ მონაკვეთს გზისას, რომელშიც ფაქტიურად პატარა მდინარე გაედინება. ეს გზა მიდის სოფელ დრემდე. თავისი კალაპოტიდან არის მდინარე გადმოსული და მოუყვება გზას. ეს ახლა სანამ პატარა მდინარე და რო ადიდება ბაბუ, მერე საწავა ეს ამხელა მდინარე. მერე აქ უკვე მანქანა ვეღარ გაივლის საერთოდ. ძირითადად სულ ასეთი გზა არის რა, როგორც ყველა მიტოვებული სოფლისკენ მიმავალი გზა არის გაფუჭებული. ერთადერთი ეტყობა რომ აქ მაღალი გამოვლობის მანქანები დადიან და სამხიდიანი მანქანები შეშაზე. სოფელი დრე არის ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა, ცოტა ზევით. ფაქტიურად ეს გზა არ არის რა, ახლა აქ მარტო ჩვენთვის მშვენიერი გზა არის. მე ვიძახი ზოგადად რომ ყველა რო ავიდეს მეთქი რა, ყველა ვერავა, ეხა ორხიდიანი მანქანა თუ არა ყავს და მაღალი გამოვლობის აქ ვერახო. თან დღეს მშრალი ამინდია და შედარებით ახლა მარტივად ადიხარ და აქ წვიმიან ამინჩი და თოვლიან ამინჩი, აი ჩვენც კი ბუქსაობთ. და მე მაინტერესებს ახლა აი ამ გზაზე გარდა იმისა რომ შეშაზე დადიან, ახლა ისეთ პატარა ხეები აქ შეშას ad უნდა მოჭრა. ზევით არის ალბათ უფრო დიდი ტყეები. და ადრე ამ სოფელ დრეში იყო ტყავის ქარხანა. აი ეს ტყავის ქარხანიდან თუ არის რამე არჩენები, აი ეგეც ძალიან საინტერესო არის. ეს ერთი გზა არის, რომელიც მიდის სოფელ დრეში, ჩვენ აი ქვედა გზით ამოვედით. და აქ არის კიდე აგერ ფირნიში, ანუ სწორად მივდივართ სოფელი დრესკენ. მარჯვნივ არის სოფელი დრე, მარცხნივ არის ნაცარახევი. აქეთ მონასტერი ფეხით ჩასასვლელია დაახლოებით 1-500 მეტრი. წავიდეთ სოფელ დრეში. აი ეს გზა სად მიდის, ფესო ხო არ გინახია? რუკაზე არ ჩანს? მონასტერში ხო არ მიდის? ხო, კაი, მაშინ აი გზას გავუყვეთ. ამოვედით ახლა ჩვენ მეგობრებო სოფელ დრეში, რომელიც მდებარეობს გორიდან 28 კილომეტრში, ზღვის დონიდან არის 1500 მეტრზე და 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ამ სოფელს მიანიჭა, ისევ დაუბრუნა სოფლის სტატუსი, ხოლო მანამდე 90-იან წლებში რაც დაცარიელდა, ეს სოფელი იყო, ასე ვთქვათ, მიტოვებულ სოფლად ითვლებოდა. სოფელში ამოვედით დრეში, შეგვხვდა ერთი ქალბატონი, ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ზამთარ ზაფხულ აქ ცხოვრობს. აი ამ ძიმე პირობებში, არც შუქი არის, არც წყალი, არც დენია, არც გზა არ უარგა, როგორც ყველა ასეთ მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სოფლებში და ეხლა მინდა გავიარო ამ სოფელში და დაგათვალიერებინოთ როგორი სახლები იყო ადრე, როცა აქ ხალხი ცხოვრობდა. ქალბატონმა გითხრა რომ ამ სოფელში სკოლაც იყო, ბაღიც იყო, ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა იყო და მოკლედ ეს სოფელი თავის დროზე კაი დიდი და განვითარებული სოფელი ყოფილა. მაგრამ თის ზონად არ ითვლება ისა. არც პენსია მაქვს, არაფერი დახმარება და არაფერი ისა. რა? მაღალზე როა.
არ არის შულო, მარტო ეს არის თორე იქით ასოფლები. ისე მიმართეთ მთავრობას. როგორ არა, მაგრამ ერთხელ რომ მიხვალშილო ორჯერ, სამჯერ და არაფერი მეც დავანებით ავიდა. არ მთის ზონაში მაცხოვრებებს ისეთი მე ყველანაირად შეღავათებს, მაგრამ ჩვენ არაფერი. თან 5 შვილი ყავს ჩემი ვიცი. ეგენი კი ატენში არია, მე აქ ვარ და ხან ერთი შვილია ხოლმე ჩვენთან ხან მეორე. მაგრამ არაფერი. რა ქვიათ თქვენ ქალბატონო? მე ლავარა ჯებისაშვილი ვარ. შიახომი აქ ახლა წავიდა და უმცროსი შვილი მყავს აქ. არა, მარტო რა გამაჩერებს. არა, მარტო ვერაში. ბებერი ვარ უკვე უცბად მოკვდე მე. გადილომა. ყველანაირად შეზღუდეს მთის ზოლები, აღარც სანადიროთ, აღარც შეშა, აღარაფერი. იყვნევიდან ხო ჩავალთ ისევ და. კი, შულო, იქით უფრო კაი გზებია. დრეში ადრე იყო ინტერნეტში წავიკითხე ასეთი ინფორმაცია, ტყავის ქარხანა იყო და ქაშულო ისეთი ქალაქივით იყო, მაგრამ რათა მოაგდეს სიიდანა, საერთოდ მთის ზონათ აღარ ითვლება შულო. ხანდისიც, აი იყვნევიც ის, აი ყველა ის არის მთის ზონათა, მაგრამ დრე რატოა მოიგეშვილო ეგ არ ვიცი. აქ ქართველები ცხოვრობდნენ? არა, ოსები. სამივე სოფელში ოსები ცხოვრობდნენ, ხო? დრეშიც, იყვნევშიც. ქართველები ეყაკლი აქ იკავდრო. რატო? ოსების ადგილი არ სად არ იყო შვილო და საცაი გარბუდნენ ხოლმე, ხო იცი? რას უშლინენ ახლა ატენელებს საშვილო რა მოვიდნენ და აწიოყეს ადრე, ხო რა ვიცი თქვენში ჯერ. კი, 90-იანები მახსოვს და მაშინ პატარა იყო. გაიქცეს ყველა და ეგრე დატოვეს ისა და წავიდნენ. ჩემი მამთილი აქაურელია, მე ჩვენც ააშენეთ ესა. მე ზაფხულობით ამოვალთ მეთქი ისა და მე დაირია ქვეყანა, მე ქართველებმა წაგვართვეს ეს სახლი შვილო და მე დავიბრუნეთ და რა უყოთ აბა. ეხლა როგორ გაჭირება შვილო და წამოვედი და ვარ აქ. საქონელი ისა და ესე გავდივართ იულად შვილო. ძალიან ძნელია ასეთ ადგილში ცხოვრება. ისე დრეში მარტო თქვენ ცხოვრობთ თუ სხვაც არის? მარტო თქვენ ახლა. ზაფხულობით აი ბევრი ცხარი ყავთ, ვანიშვილები არიან, აი ქრუარი, ეგენი არიან ხოლმე, საქონელიც აყავთ ისა და ეგენი წავლენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ არა, სულ აქ ვართ. ზამთარშიც, ზაფხულშიც. აი ხა თქვენ როგორც დრეს მაცხოვრებელი უკეთესი მდგომარეობისთვის და ცხოვრებისთვის ამ სოფელში რას ისურვებდით? როგორ ასე კაი, აი მეზობლები რომ ყავდეს, კაი, იქნებოდით ყოხტად. ადრე სკოლაც იყო შვილო, ამბულატორიაც იყო, აი როგორც ქალაქი ეგეთი იყო. და ეხლა ვიღავ. გადილომა. ეხლა მარტო თქვენ დარჩით. მარტო მე დავჭით. ისე კაი ჰაერზე კი ხართ კაი. აი ზაფხულში მესტუმრე შვილო და ვიქეიფოთ ყოხტად. მადლობა. აქედან ამოვედით. ერთი სახლი. როგორი ქვის სახლი იყო. დენი ალბათ იყო, ეგ დენის ბოძი არის. დარჩენილიც ტარიელი. 18 საუკუნეში სოფელი დრე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მეგობრებო, აქედან შემოდიოდა ატენის ხეობაში შემოსულ მტერს აკავებდნენ. სოფელ დრეში აღარ უშვებდნენ თბილისის მიმართულებით. გარდა ამისა, მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია, ბევრი არაფერი ინფორმაცია არ არის ამ სოფელთან დაკავშირებით, მაგრამ რაც იყო, ყოფილა ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივმა ქალბატონმა გითხრა, სკოლაც იყო, ბაღიც იყო. ესე იგი ეს სოფელი საკმაოდ დასახლებული იყო, მეგობრებო, მაგრამ 1870 წელს დებატონ ერისთავებს დაუკისრებიათ ადგილობრივი გლეხებისთვის გადასახადები გაუზარდეს უпростоრად. გლეხებმა განაცხადეს უარი ამ გადასახადების გადახდაზე და მთავრობამ გამოაგზავნა აქ ეგზეკუტორები, ასე ვთქვათ, აღმასრულებლები, რომლებსაც უნდა აესრულებინათ ეს ბრძანება და აქედან მერე უკვე ეს გლეხებმა ზოგი გლეხი ააწიოკა ამ ეგზეკუტორებმა ეს სოფლის მაცხოვრებელი გლეხები, ზოგმა დატოვა თავიანთი სოფელი, გაიქცნენ და ზოგი დარჩა და მერე უკვე 1990 წელს ეს არეულობა რო იყო, ის დარჩენილი ხალხიც ნელ-ნელა წავიდა და ასე დარჩა ეს სოფელი დრე დაუსახლებელი. აი რამდენი სახლებია. ეხლა რაც გამოვიარე დაახლოებით 15-მდე სახლი შემხვდა ესეთ მდგომარეობაში. ქვის სახლები იყო, ქვისგან აშენებული, რომლებიც ახლა უკვე ფაქტიურად აღარ არსებობს, მიწასთან არის გასწორებული. აი, აქ დავინახე ერთი სახურავიანი სახლი, აბა მივიდეთ. აი.
ესეც პატარა ქვის სახლი, რომელზეც სახურავი შემორჩა. სასწაულებრივად. არ გაიძარცვა. საფხულობით აქ ძროხები შემოდიან, ჭდილში ისვენებენ. საფხულობით კი არა, მე მგონი ახლაც შემოყავთ ხოლმე ძროხები. იმიტომ დარჩა გადახურული. ეს არის სოფელი დრე. კიდევ ერთი მიტოვებული სოფელი. გორის რაიონში. რთული წარმოსადგენია ეხლა ხო, ბესო, იმიტომ რომ პირობები რო არ არის რა, გზა რო არ დენის, სხვათა შორის ყოფილა კი ბოძებია დენის. კომუნისტების დროს გაკეთებული. კომუნისტების დროს, ხო, ალბათ, ხო და მე გაპარტახტა რა. საფლები არის გადაიღეს ხო იქ. ბევრი სახლსადა. იქ. ბევრი აი ამ ტერიტორიაზე. კი, აგერ იქითაც ერთი 15 სახლი იყო. აქეთაც ბევრი სახლებია. აი დიდი სოფელი იყო რა. აი ამდენი სახლებია. იქეთ აგიდა ხანდისი, იქნები და იქ არავინ არ არის ვაფშე ხო იმ ქალმა. ხანდისში და აიკვნებში ხო, არავინ არ ცხოვრობს დღესდღეობით. ხო, აი ამ სამ სოფელს შორის ყველაზე დიდი სოფელი იყო დრეო რა. ამ ქალბატონმანაც გითხრა და. მაგრამ იქნებში და ხანდისში ჩავიდეთ, თავი ერთი ვნახოთ რა ამბავია და რა ხდება და როგორია სიტუაცია. წავედით. სოფელ დრესთან მეგობრებო არის წმინდა გიორგის სალოცავი და პატარა სასაფლაო. ამოვედით ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაში შევვლით და სასაფლაოზეც მაინტერესებს რა გვარის ხალხი ცხოვრობდა სოფელ დრეში. ერთ-ერთი ეს არის მაცხოვრებელი დრეს, ეს არის ცხოშვილი ტასო, რომელიც გარდაიცვალა 1968 წელს. ტატო. ხო. ცხოშვილები ცხოვრობდნენ ესე იგი. 1983-ში ცხოვრობდა აქ ვიღაც. კიდევ ერთი საფლავის ქვა არის, ეს უფრო ძვირია, აქაც მაინტერესებს. აქაც ცხოშვილი მარეტა 1903 წელს გარდაიცვალა. და აქვე არის წმინდა გიორგის სოფლის სალოცავი, რომელიც განადგურებულია. დანგრეულია. როგორ არის კედელი ჩამონგრეული. გასვლით გაიარე კი, მაგრამ აი გასარეცხება. თითქოს ძალიან ღრმა იყო, მაგრამ ჩვეულებრივად გავიარე. ავიდეთ ხო პირდაპირ. ხო, გადი პირდაპირ. აი შემოვედით სოფელ ხანდისში. სოფელი ხანდისი დრესთან შედარებით პატარა სოფელი იყო. ესე იგი, სად გავაჩერო ეხლა მე? წავიდე კიდე წინ? კი არ ვიცი. ეხლა ჩვენ უკან უნდა წავიდეთ? უნდა გავყვეთ ხო ამ გზას? ამას? ხო. სოფელი დრეს მერე მეგობრებო არის სოფელი ხანდისი. საკმაოდ მაღალზე არის სოფელიც და შემოვედით ახლა სოფელში რამოდენიმე სახლი არის, რა თქმა უნდა ეს სახლებიც არის ანგრეული და მოდით ვნახოთ ახლა ეს პატარა სოფელი და ამ სოფლის მერე მივდივართ სოფელ იქნევში. ზღვის დონიდან ეს სოფლები არის 1400-დან 1600 მეტრზე. დრეში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, მაგრამ აი სოფელ ხანდისში მე მგონი არავინ აღარ არის და მოდით ასეთი გზა არის აქ. ამ გზაზე ეტყობა რომ რაღაცა მანქანა ტრანსპორტი არის შემოსული, მაგრამ როდის და რისთვის კაცი ვერ გაიგებს. ჩექმა დატოვა ვიღაცა. აი ეგერ არის ერთი სახლი.
მეორე ეს მესამე ნასახლარი მეოთხე ნასახლარია სოფელ ხანდისში აუ რა კაი ასკილებია უმაღლესი დონის ასკილია ხო არ დაგვეკრიფ ხა სანამ დავდივარ, ნახე რა კაი ასკილია, ხო არ დაკრიფავდით? აი იქ რაღაცა არა, გაბჭებული. კაი, წადით და ჩამოვალ. ბიჭებს არ მოეწონათ ასკილი. არა რა კაი ასკილია, არაფერი გაყინული არ არის. ბესო, რას დადიხარ წინ და უკან? ჩავიდე ერთი აქ რა არ მოეწონათ. ой, აქ როგორ გაყინულია გზა. მზის პანელები. სავარაუდოდ აქ უნდა ცხოვრობდეს ვიღაცა. ახლა მზის პანელები აყენია. ბუნებაში, ტყეში, მთებში, სუბთაერი. არაჩვეულებრივი ადგილია. ბესო მე მგონი არავინ არა იქით ხარ ეს მზის პანელებიც არის დაჟე დაყენებული მაგრამ შეიძლება აბა ერთი მივიდე ვნახო ხო აქ ალბათ ცხოვრობდა ეხა ადამიანი და გამოუყენეს დაუყენეს მზის პანელები ეს კიბე არ ჩატყდეს ძალიან სახიფათო კიბეა. არა. აქ ასვლა არ ღირს. ძალიან სრიალა საფეხურებია და დამპალი ფიცარი. შეიძლება ჩატყდეს. კაი ხანია არა. აქ უკვე კაი ხანია არავინ აღარ მოსულა. მოვინახულეთ ჩვენ სოფელი ხანდისი. რამოდენიმე სახლი, ძველი სახლი მიტოვებული გადავიღეთ, ვნახეთ და ეს გზა მიუყვება ჩამოვდივართ ახლა. ვიდივართ სოფელ იკუნევში. ამ გზაზე მე როგორც მგონია სამხიდიანი მანქანების გარდა არავინ არ დადის რა. ისეთი გზა არის და იმხელა ყოლები არის. მაგრამ ბუნება არის ძალიან ლამაზი. ზაფხულში აქ საერთოდ 64 იქნება რა. ჰაერი არაჩვეულებრივი ბუნება ძალიან მაგარი. ხო და უნდა ამოხვიდე და კომფორტი რო იყოს, ცოტა პირობები, ერთი თვე უნდა დარჩე და დაისვენო. იკვნევისკენ მიმავალ გზაზე ჩასახვევი შეგვხვდა ჩვენ და რუკაზე არ არის ახლა აღნიშნული რა ხდება ამ გზაზე და გადმოუხვიეთ, გვაინტერესებს, მივიდეთ და ვნახოთ რამე საინტერესო არ გამოგვეპაროს. ხო, მაგრამ აქ რა ნასახლარი უნდა იყოს, ახლა ჯერ ჩვენ სოფლამდე არა ვართ მისულები, ხო, იკვნევამდე. საით მარცხნივ. ეს რომელ სოფელს ეკუთვნის ბესო? ეს იკვნევში შემოვედი? ეს იკვნევის მარცხენა მხარია, იქეთ. ქვევით არის ნახე ნაწილი სოფლის. გასაგებია. სოფელი იკვნევში შემოვედით, მეგობრებო, გორიდან. სოფელი მდებარეობს 18 კილომეტრში, ზღვის დონიდან არის 1600 მეტრზე. რამოდენიმე სახლია და ეს სახლებიც არის განადგურებული. ნახოთ ახლა სოფელი იკვნევი. ეს ერთი სახლი არის. აქედან იწყება, ღობის კედელია სავარაუდოდ და მიუყვება, მაგრამ აქეთ ხარესაც არის კედელი. სახლი იყო კი, ალბათ დიდი სახლი. ძალიან ლამაზი ადგილებია, უბრალოდ შეხედეთ რა. სახლი რო იყოს, აქ ერთი კომფორტულად გაკეთებული, დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ადამიანი. სიწყნარეში, სისუფთავეში. ხო, პირველი განშტოება სად არის? აი, საიდანაც ამოხვიეთ აქ. წავიდეთ პირველი განშტოებაც ვნახოთ. აი ეს გზა ჩამოდის სოფლამდე.
ეს ერთი ნასახლარი. აგერ აქეთ არის კიდე მეორე ნასახლარი. ქვა გადმორდნილა. ეს კაი დიდი სახლი იყო. ესეც ფუძე. აქ პატარა ოთახი იყო, ალბათ კ�ედლები არის. ესეც სახლის კედელი როგორ არის გადანგრეული და ქვევითაც არის სახლები. აგერ აქ ერთი სახლია. იქით ხარესაც არის ქვევით ხეებში არა ჩანს აქედან. სოფელი იქნევი დავათვალიერეთ, მანამდე იყო სოფელი ხანდისიც ვნახეთ. ხანდისამდე იყო სოფელი დრე, სამივე სოფელი იყო ოსური ეროვნების ხალხით, დასახლებული თავის დროზე, მერე 1990 წლის მერე დაიცალა სამივე სოფელი და დღესდღეობის ნანგრევები არის. ერთადერთი მაცხოვრებელი არ დარჩენილი სოფელ დრეში ქალბატონი. ჩავდივართ ეხლა ნელ-ნელა ატენის ხეობაში. შეშა არის ძალიან ბევრი ხმელი შეშები, გზებზეც აქა-იქ ეთყობა სამხიდიანი მანქანა არის. დავალი ტყეებში. ქალბატონმა რომელიც სოფელ დრეში დაკვდა, გითხრა რომ შეშაზეო ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, არ გვაჭრევინებენო. დრონი ხანდახან დრონი ჩამოფრინდება ხოლმეო და დრონით მაკონტროლებენო. არა და სხვა გასათბობის საშუალება აქ არაფერი არ არის. ხმელ შეშასაც კი არ მაგროებინებენო და მე მგონი ეგ არ არის სამართლიანი. ეხა იმდენი ხმელი შეშები ყრია ამ ტყეში. რატომ უნდა იყოს აკრძალული? ხმელი შეშა მოტეხილი ხიდან ჩამოვარდნილი. ხო, აიღე დაწვი პირიქით. ასუფთავებ ტყეს. მოჭრა მესმის, ეხა ნედლი კარგი ხის მოჭრა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ხმელი შეშის გატანა პრობლემა არ უნდა იყოს. შემოვეკვეთეთ მოკლედ რა. მოდი, კაია, მოდი. კარგია. ეს გზა მოდის მეგობრებო ატენის ხეობიდან. ჩვენ ახლა უკან ვრუნდებით. აქ არის გზასთან გაკეთებული პატარა ფაცხა. ზევით დასასვენებლად, გასაჩერებლად და საქეიფოთ ძალიან კარგი ადგილია. ერთი გზა მიდის ეგერ სოფელ ხანდისში და იკუნევში. აი იქიდან ჩამოვედით და ეს გზა ადის დრეში, წრეს არ ტყავს და ჩამოდის მე აქედან და რატო გავჩერდით ახლა ამ ადგილზე? ერთი ასეთი საინტერესო ადგილია, მე უფრო სწორად არ ვიცი რატო. გზის პირზე პატარა მაგიდა არის და საფლავის ქვებია და სავარაუდოდ მე როგორც ვფიქრობ ეს ხალხი მონადირეები უნდა იყვნენ და ალბათ ნადირობის დროს რაღაცა მოუვიდათ და დაიღუპნენ. მე ეგრე ვფიქრობ რა და თუ ვინმე ვიცით მეგობრებო ეს საფლავის ქვები რატო აქა კომენტარში მომწერეთ.